სამიმაბულაურის შემოქმედებას რამდენიმე წლის წინ გავეცანი. ძალიან მომეწონა მისი ფილოსოფიური აზროვნებისა და ეზოთერული ხედვის შემოქმედება. რამდენიმე ლექსის თარგმნი კიდევაც ქართულად. ეს ლექსები მის ქართულ ენამა ლექსთა კრებულშია შეტანილი, რომელიც 2 წლის წინ გამოსცა კავკასიურმა სახლმა. წიგნს ჩემს მიერ თარგმნილი ლექსის სახელი ეწოდა თოვლის განმარტება. ქართულ ენაზე თარგმნილმა ლექსებმა მკითხველთა მოწონება დაიმსახურა. ქალბატონმა პოეტმა ბელა ჩეკურიშვილმა საგნის ლექსებს შოკის მომგვრელი ლექსებიც კი უწოდა. ამ ხანებში კი თარგმნეს ალიმის ახალი ლექსი, რომელიც ასევე ჩემის აზრით ძალიან საინტერესო ლექსია. აღმოსავლური ფილოსოფიითაა გაჯერებული ლექსი ინტერვიუ ეწოდება. ლექსში გამოხატულია პოეტის შინაგანის სამყაროს სულიერი მდგომარეობის ის ნაწილი, რომელშიც ის იმყოფება ყოველი ინტერვიუს მიცემის დროს. და თარგმნის პროცესს ახლა პირობითად ასე გამმარტა, რომ თარგმნი ანუ შემოვაცალე ლექსს ის მატერიალური საფარი, რომლითაც შემოსილი ჰქონდა ავტორს და ახლიდან შემოსე. მგონი ცუდად არ გამომივიდა. ახლა წაგიკითხავთ ლექსს ორიგინალში, შემდეგ კი ჩემს თარგმანსაც წაგიკითხავთ. Her gün güneş çıkır ve batır, her gün yatır ve durur. Her gün günaha batır ve her gün biraz vurulur. Soruşursunuz ki neceyim, elbette biraz yaxşı, biraz pis olardı bunları bilmemek. Ve bir de inanın, her bir kez biraz anladı, biraz da hiç. Ben dinledim size, siz deyin, kim danışın. Aslında gelişinize oldukça sevinirim. Musahibe vermek, danışmağın vaciblik dolu giyinmiş halıdır. Şadam kim, genç konağım, dinlemeyin ustadıdır. Ben de danışmağa verdirişliyim. Biz verdiriş ettiğimiz şeylerden bezginik, sevmedik aslında. Yani ailelerini kitap rafında görmek, yalnız görmemekten hoştur. O kadar. Öyle de biliyorum demek. Ahlaki kartla çevine takım. Qovelდღე მზიანობის და ჩადის, ყოველდღე ვიცინეთ დირույთეთ. ყოველდღე ვცოდავთ და ყოველდღე ცოტა წმინდებით. მეკითხებით თუ როგორ ვარ, ალბათ ცოტა კარგი და ცოტა ცუდი იქნებოდა მის არწოდნა. და კიდევ მერწმუნეთ ყოველი ჩვენგანი ცოტა ყველა და ცოტა ცადი. აბარა გითხრათ, რა მოგახსენოთ. ანდამისალით გელაპარაკოთ, ძირითადში კი თქვენი მოსვლა ძლიერ მახარებს. ინტერვიუ ლაპარაკის აუცილებლობით მოსილებით არებაა. მოხარული ვარ, რომ ჩემი სტუმარი საუბრის მოყვარულია. ლაპარაკის ჩვეული მეც ვარ, ჩვევა გისულაც არაა კარგი, ნირიქით, თავსაც გვაბეზრებს. ან იმავე წიგნის კარადაში ყოველდღე ნახვა, ნახაობა ჯობია მხოლოდ. ასია, ჯერ სიცხარია.